ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. მიხაკო წერეთელი. მე-20 საუკუნის ქართულ ისტორიაში იშვიათად გვხვდება პიროვნება, რომელმაც მეცნიერება, პოლიტიკა და ეროვნული ბრძოლა ისე გააერთიანა, როგორც მიხეილ, ანუ მიხაკო წერეთელმა. იგი ერთდროულად იყო აღმოსავლეთ მცოდნე, ლინგვისტი, სოციოლოგი, პუბლიცისტი, დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე. მისი ცხოვრების მთავარი მიზანი კი უცვლელი დარჩა საქართველოს თავისუფლების ბრძოლა და ქართული კულტურის ღირსეული ადგილის დამკვიდრება მსოფლიოს სივრცეში. მიხაკო წერეთელი 1878 წლის 23 დეკემბერს ზემო იმერეთის სოფელ ცხრუკვეთში დაიბადა. იგი ძველი ქართული საგვარეულოს წარმომადგენელი და ცნობილი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ვასილ წერეთლის უმცროსი ძმა იყო. 1898 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და კიევის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გამო მალევე გარიცხეს. ამის შემდეგ სწავლა პარიზში, ჟენევასა და გერმანიაში განაგრძო. ახალგაზრდობაში წერეთელი თავდაპირველად მარქსისტული იდეებით იყო გატაცებული. მან მარქსის კაპიტალის ქართული თარგმანით დაიწყო და ხელნაწერი ნოე ჟორდანიას მიუტანა. მოგვიანებით ანარქისტულ მოძრაობას დაუახლოვდა. ევროპულ პრესაში კი სხვადასხვა ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს. თუმცა დროთა განმავლობაში მისთვის უმთავრესი გახდა არა სოციალური გადატრიალება, არამედ საქართველოს ეროვნული თავისუფლება. 1905 წელს სამშობლოში დაბრუნებულ წერეთელს უკვე კაფიო ეროვნული პოზიცია ჰქონდა. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შემდეგ მან გამოაქვეყნა მძაფრი წერილი კაცია ადამიანი და ილიას დაკრძალვაზე წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც თანამედროვეთა თქმით მთელი საქართველოს შეძრა. იგი ილიას მკვლელობას მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილად არ მიიჩნევდა. მისთვის ეს იყო ნიშანი იმისა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ერი, რომელმაც საკუთარი დიდი მამულიშვილი ვერ დაიცვა. 1900 წელს გამოიცა მისი წიგნი ერი და კაცობრიობა, რომელშიც იგი ერის მნიშვნელობასა და თავისუფლებაზე მსჯელობდა. იმავე პერიოდში ხელისუფლებამ კავკასიიდან გაასახლა. ევროპაში დაბრუნებულმა წერეთელმა ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ენების შესწავლა დაიწყო. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი დაამთავრა და დოქტორის ხარისხიც მოიპოვა. თუმცა მისი ცხოვრების ყველაზე სახიფათო და გამორჩეული ეპიზოდი წინ იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მიხაკო წერეთელი საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. კომიტეტი ცდილობდა რუსეთის იმპერიის ომში ჩაბმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოეყენებინა. წერეთელი გერმანიისა და ოსმალეთის მთავრობებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, მაგრამ მხოლოდ დიპლომატიური წერილებით არ დაკმაყოფილებულა. წყაროების მიხედვით, იგი გერმანული წყალქვეშა ნავით ორჯერ საიდუმლოდ დაბრუნდა საქართველოში. ერთ-ერთი ასეთი ნავი ფოთის ჩრდილოეთით სანაპიროს ფარულად მიადგა. წყალქვეშა ნავმა საქართველოში შემოიტანა 2600 გერმანული სამხედრო თოფი და 500 მაუზერის ტიპის პისტოლეტი. იმ დროს, როდესაც შავ ზღვაში მტრული სამხედრო ხომალდები მოძრაობდნენ, ეს უკიდურესად საშიში ოპერაცია იყო. 1916 წელს ლოზანაში ჩაგრულ ერთა შეკრებაზე წერეთელმა ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე. მისი გამოსვლა იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ დარბაზში მყოფ რუს წარმომადგენლებს პასუხიც არ გაუციათ. 1917 წელს მან გამოსცა დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის უფლებანი, რომელშიც ისტორიული და სამართლებრივი დასაბუთებით ამტკიცებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის სრული უფლება ჰქონდა. 1918 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა აღდგა, მიხაკო წერეთელი დიპლომატიური დავალებით ბერლინში მუშაობდა. ხოლო 1919 წელს სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენელი გახდა.
1920 წელს ივანე ჯავახიშვილის მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კითხვა და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის ერთ-ერთ პირველ პროფესორად იქცა. მაგრამ ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ მან სამშობლო დატოვა და იქ ვეღარასოდეს დაბრუნდა. ემიგრაციაში წერეთელი ევროპის უნივერსიტეტებში ასწავლიდა და ძველი აღმოსავლეთის ტექსტებს იკვლევდა. 1924 წელს მიხაკომ ნამდვილი მსოფლიოს სენსაცია მოახდინა. მან კაცობრიობისთვის უძველესი ეპოსი გილგამეშიანი ქართულად თარგმნა. ეს არ ყოფილა თარგმანი რომელიმე ევროპული ენიდან. წერეთელმა პოემა პირდაპირ ორიგინალიდან, ძველი ლურსმული ტექსტებიდან გადმოიტანა. ეს იყო ამ შედევრის ერთ-ერთი პირველი მეცნიერული თარგმანი მსოფლიოში, რამაც ქართულ ენას უდიდესი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. თუმცა მეცნიერებასთან ერთად იგი პოლიტიკურ ბრძოლასაც აგრძელებდა. მიხაკო წერეთელი ქართული ეროვნული ორგანიზაცია თეთრი გიორგის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მეორე მსოფლიო ომის წლებში მეგობრების თხოვნით იგი გერმანიაში მოქმედი ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარეობას დათანხმდა. მისი უმთავრესი მიზანი ქართველი სამხედრო ტყვეების დაცვა იყო. კომიტეტის ძალისხმევით ასობით ქართველი ტყვე გათავისუფლდა გერმანული ბანაკებიდან და სიკვდილს გადაურჩა. წერეთელი იმედოვნებდა, რომ ომის შედეგად საქართველოს საბჭოთა მმართველობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გაჩნდებოდა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ გერმანიის ხელისუფლება საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას არ უჭერდა მხარს, კომიტეტი დაშალა და თავის თანამოაზროვნეებთან ერთად ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი შეწყვიტა. 1942 წელს მან მონაწილეობა მიიღო ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის შექმნაშიც. ომმა მას მძიმე პირადი ტრაგედიაც მოუტანა. მისი ერთადერთი შვილი, ოთარ წერეთელი, გერმანიის არმიაში მსახურობდა და 1945 წლის 1 მარტს დასავლეთის ფრონტზე დაიღუპა. წყაროს მიხედვით, იგი ბრძოლის დროს ტანკში დაიწვა. ომის შემდეგ წერეთელი მიუნხენში დასახლდა. სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში მცირე პენსიით გაატარა, თუმცა მუშაობა არ შეუწყვეტია. იგი აგრძელებდა ვეფხის ტყაოსნის ტექსტის შესწავლას და პოემა გერმანულად თარგმნა. სამშობლოს მონატრება მის წერილებში განსაკუთრებით მძაფრად ჩანს. ერთ-ერთ წერილში ნათესავს ეკითხებოდა, ისე ვიდგა თუ არა ცხრუკვეთში მათი სახლი და გადარჩა თუ არა ეზოში მდგარი ორი დიდი კაკლის ხე. მიხაკო წერეთელი 1965 წლის 2 მარტს მიუნხენში გარდაიცვალა. მისი სურვილი იყო ნეშტი მშობლიურ სოფელში დაეკრძალათ, თუმცა ეს ვერ შესრულდა. იგი საფრანგეთში ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განიცვენებს. საბჭოთა საქართველოში მისი სახელი 10 წლეულების განმავლობაში თითქმის აკრძალული იყო, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მისი 8 წლის დაბრუნება დაიწყო. 2013 წელს მიხაკო წერეთელს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი იყო ადამიანი, რომელმაც სამშობლოს თავისუფლებისთვის იარაღით ჩამოიტანა, საერთაშორისო ტრიბუნებიდანაც იბრძოდა, ასობით ქართველი ტყვეს სიკვდილს გამოგლიჯა და მსოფლიოს საქართველოს უძველესი კულტურა გააცნო. მიხაკო წერეთელმა სამშობლოს გარეთ გაატარა ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მაგრამ საქართველო მას ერთი წამითაც არ დაუტოვებია. იგი დარჩა მის ყველა წერილში, მის ბრძოლასა და მის უკვდავ ნაშრომებში. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი, დოკუმენტური ფილმების სტუდია. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი, იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი, სცენარის ავტორი, მონტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი მირზა ცხოიძე. გახმოვანება ლაშა მურჯიგნელი.